ის მარში, სადაც გავერთიანდეთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, ჩვენ როგორც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს გვსურს ნორმალური ცხოვრება, როდესაც არ გეშინია, ცხოვრება, სადაც შენი უფლებები არის დაცული, სადაც არის დაცული შენი კულტურა და რა თქმა უნდა, ამიტომ ვითხოვთ ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები, ეს ევროპული რუტინა არის ზუსტად ის, რაც ჩვენ მოგცეს შესაძლებლობას, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად ჩვენ ქვეყანაში. სხვა ეტაპზე არის ეს ხალხის პროტესტია, იმიტომ ჩვენ იმ საფრთხეებს ხედავთ, რომ დაბრუნდებით იმ პრობლემების წინაშე დავდგებით, რომელიც უკვე წესით ჩვენ გვეგონა რომ გადავლახეთ, გადავიარეთ და უკვე სწორ გზაზე ვიყავით. ახლა ვხედავთ, რომ უკან დახევა არის და ამას არ დაუშვებთ. მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გაყალბებული არჩევნების გამეორება და ხალხის ხმა რო გაიგონ. ისეთი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომ თუ არ გავაპროტესტებთ და არ გავეწინააღმდეგოთ ამ მოვლენებს, საქართველოში იქნება ფაქტობრივად დიქტატურა და ავტორიტარიზმი დამყარებული. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქენი, ერთად დავდგეთ და ქვეყნის განვითარებისთვის და მომავლისთვის გავაპროტესტოთ, რათა ქვეყანაში ჩადარდეს ხელახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იყოს უკანონო დაკავებულები. და ერთიანობის მარში, რაც შეეხება ერთიანობის მარში, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც არიან ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ამათ ესმით თუ რა ხდება ქვეყანაში და ჩვენ ერთად დღეს ამ ერთიანობის მარშის ფარგლებში ვაჩვენოთ გვინდა რომ მთლიანად მსოფლიოს და საქართველოს რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვაპროტესტებს იმას, რაც აპროტესტებს სრულიად საქართველოს და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მიგვაჩნია რომ თითოეული მოქალაქის ვალდებულება დღეს იდგეს აქ დაიცვას ის თავისიანობა, თავის იდენტობა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მშვიდ ქვეყანაში, ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელ ქვეყანაში და არ ვიყოთ რაღაც პრორუსულ ქვეყანაში. სომეხი ვარ, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, რუსულ ენაზე ვლაპარაკობ, მიწევს, მაგრამ მე მინდა ჩემი მომავალი იყოს ევროპაში და არა რუსეთში. იმიტომ რომ რაც დღეს ხდება, ეს არის დიქტატორობა, ეს არის ანარქიული რაღაც დამოუკიდებელ თავისუფალი სიტყვის აზრს კარგავს ადამიანი და რატომ? მე ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში 2025 წელი მოდის. ჩვენ უკან კი არ უნდა მივდიოდეთ, არამედ წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ. ჩვენ ყველას გვინდა ევროპა.